გამარჯობა მოგესალმებით. დღეს ძალიან მაგარ თემაზე ვსაუბრობ. რობოტებზე და ტრანსფორმერებზე. იცი რომ პირველი რობოტი ბითებში ჩდება? ლითონის გიგანტი ტალოსი კრეტას იცავდა. მაგრამ ნამდვილი რობოტები ბევრად გვიან გაუჩნდნენ. მათ ქარხნებში მანქანების აწყობა დაიწყეს. გამარჯობა ადამიანო, მე ანდრი ბოტი ვარ. მოგესალმები ადამიანო. სიტყვა რობოტი ჩეხური სიტყვაა და ნიშნავს მუშას, ანუ რობოტი შრომის მოყვარეა. იცი რომ ერთი რობოტი სახელად სოფია არაბეთის მოქალაქეა? სოფია ადამიანივით ლაპარაკობს, იღრმება და ხუმრობებით იცის. და თბილისში ის იყო ჩამოსული. რაც შეეხება ტრანსფორმერებს, აქტიმუს პრაიმსა, ბამბობის და კინაშეს, მანქანებად გადაქცევა შეუძლია. სინამდვილეში ისინი არ არსებობენ, მაგრამ იაპონიაში სასტუმროებში, სკოლებში რობოტები მუშაობენ. რასაც ყავს თავისი რობოტი. სახელად რობონაუტი და ის კოსმოსში ეხმარება ადამიანებს. მომავალში რობოტები შეიძლება გრძნობებით ჰქონდეს. მაგრამ იმედია ისინი მეგობრულებით იქნებიან, ხომ ასეა? და ვინ იცის, იქნებ ერთხელ ნამდვილ რობოტთან ერთად ჩავწერო გადაცემა. დღეს კი სათამაშო რობოტი დღეს მშვიდობები.